ასაკი ოდესღაც ტიტრებიდან ამოღებულ ონისესაც დაედღო. ნუგზარ შარია 70-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული მსახიობი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზება საქართველოში ვერ შეძლებდა და იმ პერიოდში, როცა ამერიკა ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი იყო, ემიგრაციაში წავიდა. ხებისბერი გოჩა ამ ფაქტის გამო თაროზე ათწლეულობით შემოდეს. ნუგზარ შარია კი მოღალატედ შერაცხეს. სხვა კონტინენტზე ისევ ქართველების სამსახური ამჯობინა, რადიო თავისუფლებაზე ქართულ გადაცემას აკეთებდა. წერდა სცენარებს და ამერიკელები მუსიკალური ნიჭითაც მოხიბლა. ცნობილმა მუსიკოსმა დიუკ ელინგტონმა მას საკუთარი როიალი უსახსოვრა. საბჭოთა სამშობლოდან წასულმა დაბრუნება მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში შეძლო. ახლა თან ფილმის სცენარი ჩამოიტანა. აკრძალული ონისე აპირებს ამერიკელებს ქართველები გააცნოს. წმინდა ნინოსა და ქეთევან წამებულის შესახებ ფილმის გადაღებაზე კურთხევა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან უკვე მიიღო. ახლა ფინანსებია მოსაძიებელი. მაია ასათიანი და მიხეილ თვარაძე ნუგზარ შარიას ქართულ-ამერიკული გეგმების შესახებ მოგვითხრობენ. ახლა ამ ქალაქში ყველაფერი ნაცნობი და მისეულია. ყველა ქუჩა და უბანი წლების შემდეგ თავიდან გაიცნო და შეითვისა. თბილისში დრო და დრო ჩამოდის, თუმცა ამბობს, რომ აქედან არც არასოდეს დასულა. ყოველთვის აქ იყო, ფიქრებით მაინც. აი, რო დავრჩი უცხოეთში და ჩავისუნთქე ჰაერი და 20 წლის შემდეგ რო დაუბრუნდი, აი ეს ჰაერი მაშინ ამოვისუნთქე. წასვლა ყველაზე რთული და ძნელად მისაღები გადაწყვეტილება იყო. მიდიოდა სამუდამოდ და ისიც იცოდა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი იყო. მაშინ საბჭოთა საქართველოს 70-იანებში წითელი სამშობლოდან გაქცეული მსახიობი ყველასთვის მოღალატე გახდებოდა. თუმცა გადაწყვეტილება მაინც მიიღო და წავიდა. საბჭოთა სიკვდილმისჯილი უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნდა. პირველად 20 წლის შემდეგ. თითქოს ერთი წამი არ გასულა. არა, არის რაღაცა მამაშვილობაში ისეთი შინაგანი იმპულსები თუ შეიძლება ითქვას, რომ დროს არ აქვს. ნუ ხა ტელეფონით ლაპარაკობდი, ხო, ხა სურათები რაღაცა შეხვედრა ერთი, მაგრამ ჩემი სუნია, ჩემი სხეულის სუნია. ხო, რომ ნახე პრესის მაშინ მოვთხარ, ხა ერთადერთი კაცი ვარ, ვისაც უფლება აქვს, რომ გაგამტყუნოს თქო, მაგრამ მე არ გამტყუნე, მე გამართლებ თქო, ამიტომ იარე ამაყად და თამამად. ახლანდელ ჩამოსვლას კი უკვე თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს. ამ მაგიდაზე მისი რამდენიმე წლიანი შრომის შედეგი დევს, როგორც თავად ამბობს ცხოვრების მთავარი მიზანი. საქართველოშიც სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად დაბრუნდა. ნუგზარ შარიამ ფილმი უნდა გადაიღოს. ფილმი საქართველოს. ჩვენ ავდივართ ზემოთ და ვხედავთ, რომ ეკლესიის შიგნით ჩამოკიდებულია ქართველი ბერები. ახლა სცენარის ბოლო დეტალებს ხვეთს. 3 საათნახევრიანი ფილმი წმინდა ნინოსა და ქეთევან დედოფლის ცხოვრებას ასახავს. ქრისტეს ჯვარცმით იწყება და საქართველოში ფერეიდნელი ქართველების დაბრუნებით სრულდება. ფილმი ინგლისურენოვანი იქნება, სპეციალურად ამერიკელი მაყურებლისთვის. შარიას იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უკვე აკურთხა. ახლა ყველაზე რთული ეტაპი იწყება. რეჟისორმა მთავარი როლის შემსრულებელი უნდა იპოვნოს. წმინდა ნინო უნდა იყოს ასეთი. ასეც როგორ იპოვით? ესე იგი უნდა ვიპოვნოთ, გამოსავალი არ არის. თუმცა თავის დროზე ეჭვი არავის გასჩენია, ვის უნდა ეთამაშა დღეს უკვე მისი მთავარი კინოროლი. ახალგაზრდა შარია ნიკოლოზ სანიშვილმა ონისეთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აქცია. აი, ვერ წარმოიდგენთ როგორ ვღელა. საოცრად ვღელა. ამენი ხანი ხარ ტექსტი. 91 და. რამდენი კარიერა ჩვენებს და შეიძლება კარიერა. რომელი და ბოლო. არა. ვაი. რა ვიცი რომელს გულისხმა. ბოლო. არა. არ არის, არის, მაგრამ აქ არ არის. მაშინ არა შემიძლია ხო, მოკლედ ახლა გეტყვი რა. ეს ზუსტად 32 წლის წინანდელი ამბავია. ერთმანეთი 20 წლის შემდეგ დღეს პირველად ნახეს. ცხოვრებაც ფილმის მერე სხვადასხვაგვარად წავიდა.
10 წლის შემდეგ ლეილა აბაშიძისთვის კინოკამერა უეცრად გამოირთვება და ვარსკვლავის ცხოვრების დანარჩენ ნაწილს კინოს გარეშე გაატარებს. სიზმრებსაც კი ნუგზარ. ხედავ კინემატოგრაფს. ჩვენ ავადმყოფი ხალხი ვართ კინემატოგრაფისტები. სიზმრები მაქვს ფერადი, ფართოეკრანიანი, შავთეთრი. ჩვეულებრივ სიზმრებს მე არ ნახავ. ამ დროს არც ნუგზარში არ ამიცის, რომ მალე მისი ყველაზე საუკეთესო ფილმის ტიტრებიდან ამოშლიან და ხევისბერ ქუჩას 20 წლით თაროზე შემოდებენ. თუმცა ეს ყველაფერი შემდეგ მოხდება. ჯერ ორივე ისევ ახალგაზრდა და ლამაზია და ორივე მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ როლს თამაშობს. ნუგზარი გახსოვს მარხელის სცენას რო ვიღებდი. ვიჯექით რომ ცივა ამოდენა თოვლის ფანტელი მიმაცია თხელი საქორწილო კაბა. გამხდარიმა ფილმში როგორც არის ნუგზარს ნაბადი აქვს მოხურული ჩაბოჯული ყავარ გულზე მეტრული უყარვარ უზომოთ ანთებული თვალები მე გახუჩული როლის მიხედვითაც ისედაც ასედაც და მიხილის უნისე ახლა უკვე ბაბუა. ნუ ეს რაღაცა ღვთაებრივი გრძნობაა ეს. და მე სხვათა შორის არა აქვს მნიშვნელობა. ბავშვი თქვათ შენ ხელშია გაზდილი თუ არა აქვს მნიშვნელობა ვინაიდან შენი სისხლია შენი არა აქვს მნიშვნელობა სიმღერას, რომელიც თავის დროზე დიუკ ელინგტონს შეუსრულა, ახლა შვილიშვილებისთვის უკრავს. ამერიკაში დაბრუნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. თბილისური ლაგუნაც ფლორიდაში საკუთარ აუზს აკონებს. ავაწყლიდან ამოუსვლელად და დილის 1 საათიანი გამამხნევებელი კროლი. ენერგია ბევრი სჭირდება. წმინდა ნინოს ძიებაში მთელი საქართველოს უნდა შემოიაროს.